ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ავიწოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახკო უპასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. 15 იანვრიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი ისევ იწყება. განახლდა გამოსახლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებიც. დევნილები აცხადებენ, რომ შეტყობინება მათ ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე დაურიგდათ და გამოსახლება მათი ნების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. თუ საცხოვრებელ ფართს ნებით არ დაცლიან, მათ იძულების წესით გამოიყვანენ. ირღვევა თუ არა დევნილთა უფლებები და რით შეუძლია მათი დახმარება სახალხო დამცველს. ამ თემაზე პირდაპირ საუბარი დღეს თავად გიორგი ტუღუშთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში ლადო პაპავასგან შევეცდებით შევიტყოთ, იწვევს თუ არა ინფლაციურ პროცესებს პომპეზური საზეიმო ღონისძიებები. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია გიორგი ტუღუში, ბატონო გიორგი, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. დავიწყოთ დევნილების თემით. 15 იანვრიდან წესით დარიგით ისე უნდა განახლდეს მათი გამოსახლების პროცესი, რომელსაც ისინი ისევ აპროტესტებენ. ჩატარდა უკვე რამდენიმე აქცია, რამდენადაც ცნობილია 15 იანვარს ისინი საკმაოდ მასშტაბურ აქციას გეგმავენ. დევნილების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის გამაფრთხილებელი შეტყობინებები მათ დაურიგდათ ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე და რომ მათი გამოსახლება მათი ნების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში, ბატონო გიორგი, თუ მათ საკუთარი ნებით არ ასახლებენ, არამედ იძულების წესით, ირღვევა თუ არა ამ ადამიანების უფლებები? პირველ რიგში მე მინდა მიუბრუნდე თემას ისე ამ გაფრთხილების თაობაზე. თუ კი რომელიმე სხვათა შორის დიდი ბოდიში გაწყვეტინებთ, თავის დროზე, როდესაც ეს შეტყობინებები დარიგდა, საუბრობდნენ, რომ სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად მათთან დადიოდა თქვენი ოფისის წარმომადგენელიც. არა, ჩემი ოფისის წარმომადგენელი რეალურად იმყოფებოდა სხვა მიზნით. ოფისის წარმომადგენელს უნდა გააკონტროლებია რეალურად, რომ არ დარღვეულიყო რაიმე კანონის მოთხოვნა. ეს ჩვენ მოგმართათ ხოვნის წერილობით გაეროს სტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა და გთხოვა, რომ ჩვენი წარმომადგენელი რეალურად განახორციელებიათ მათ მონიტორინგი აი სწორედ ამ გაფრთხილებების დარიგების პროცესზე. და თუ ეს გაფრთხილება იყო მართლაც ბეჭდის და ხელმოწერის გარეშე, ამას აკონტროლებს. თითოეული ესეთი ფაქტი, სადაც ვთქვათ, გარიგება არის კანონდარღვევით ჩაბარებული ან დარღვეულია ვადები ან რეალურად გაფრთხილების ფორმა არის, ვთქვათ, ან არასტანდარტული გამოყენებული, ან კიდე მას აკლია რაიმე ის კომპონენტი, რომელიც უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ყოველთვის შეუძლიათ მოგმართონ პირდაპირ ჩვენ და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს არ გაუჭირდება ამაზე რეაგირება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც ეს ხორციელდება გაეროს სტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლების მიერ, ჩემთვის ცოტა უფრო რთულად მეჩვენება ის, რომ მათ რომელიმე წესი დაარღვიონ, რომელიც დადგენილია იქიდან გამომდინარე, რომ ეს თუმცა დევნილებთან დადიოდა სამინისტროს წარმომადგენელი. მათ ეს ხდება შეთანხმებულად, რამდენიმე უწყება ერთობლივად ახორციელებს ამ პროექტს. სწორედ აი ანუ დიდი ბოდიში ისევ ამ საბუთთან დაკავშირებით, ანუ გაფრთხილების წერილთან დაკავშირებით, თქვენ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ყველა კანონის დაცვით ეს წერილი შედგენილი, ანუ იყო თუ არა იქ ხელმოწერა ოფიციალური და ასევე ბეჭდი. მე ამ ინფორმაციას არავინ არ მომაწვდა, იმიტომ რომ ამ დოკუმენტების შედგენის პროცესში, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი არ მონაწილეობს და ვერც მიიღებს მონაწილეობას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი სადმე მოხდა კანონდარღვევით რომელიმე დოკუმენტის შედგენა, ასლი მაინც მაჩვენოს ვინმე იმისთვის, რომ მე ამაზე მოვახდინო რეაგირება. ანუ თქვენთან ასეთ საჩუქრით არავის უშუალოდ გაფრთხილების ასლი ან დოკუმენტი ჩვენთან არ მოუტანიათ, იმის და მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური შეხება იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ისინი ჩვენ მოგმართავენ როგორც კერძო სექტორიდან, ასევე კომპაქტური ჩასახლებებიდან და გარდა ამისა, ეხლაც ჩემი აპარატის თანამშრომლები ფაქტურად ყოველდღიურად ახდენენ იმ ადგილების მონიტორინგს, ვთქვათ, სადაც საუბარია დევნილთა ჩასახლებაზე. ეს არის საუბარი, ვთქვათ, სამეგრელოს რაიონზე და ასევე კახეთში მდებარე ობიექტზე. ანუ ბატონო გიორგი, თუ თქვენი წარმომადგენელიც ასევე დადიოდა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად, მას არ ქონდა იმის საშუალება, რომ შეემოწმებინა, უბრალოდ უფლებამოსილება შეემოწმებინა, იყო თუ ყველა ობიექტზე ჩვენ ამყოფი, რა თქმა უნდა, არა ვართ, მაგრამ იქ სადაც ვიყავით, რა თქმა უნდა, დადგენის გაფრთხილების ოქმი იყო წესის დაცვით შედგენილი, იქიდან გამომდინარე, რომ
მოდით რა გავმიჯნოთ ძალიან კარგად ის ვინ ვისთან ერთად დადიოდა. ჩვენი მოვალეობა ამ შემთხვევაში იყო დავკვირვებოდით რამდენად კანონიერად მიმდინარეობდა პროცესი. ანუ რა თქმა უნდა, ჩემი პროცესი რისი გაფრთხილების? გაფრთხილების, რამდენად მიდიოდა დადგენილი წესის შესაბამისად. ანუ მარტივი პრინციპია, როდესაც არის შეთანხმებული კონკრეტული, ესე იგი, წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს გაფრთხილების ჩაბარება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე თავს მოვალეს ვცვლივ, ნახო რამდენად ხდება კანონის მოთხოვნების დაცვა. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაეროს უმაღლესი კომისარიატი და მივიღეთ ოფიციალური წერილი, სადაც იყო მათი თხოვნა, ჩემდამი, რომ რამენაირად რესურსი გამოგვეძებნა იმისთვის, რომ ჩემი თანამშრომელი დაკვირვებოდა თუ რამდენად კანონიერად მიმდინარეობს გაფრთხილების პროცესი. ეგ იყო და ეგ, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ობიექტზე ჩვენ იმ ობიექტზე, სადაც ჩვენ ვიყავით, დარღვევა კონკრეტული არის, თუმცა რამდენიმე ადგილას არ ჩაიბარეს გაფრთხილება და გადმოაგდეს უკან. მაშინ რატომ ჩივიან დევნილები თქვენი აზრით? დევნილები ძალიან ხშირად ჩივიან მრავალი მიზეზის გამო. პირველი არის ის, რა თქმა უნდა, რომ დევნილებს თქვათ, ერთადერთი ის პრობლემა არ აქვს, რომ გაფრთხილება ჩააბარეს თუ არა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს არანაირი სურვილი არ აქვს იმისი, რომ თბილისის გარეთ მიეცეს საცხოვრებელი ფართი. ჩემი აზრით ეს არის მაინც ძირითადი მიზეზი, თუმცა მე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა იგივე გვახსოვს ჩვენ ფოცხოეწერის სიტუაცია. დღეს მე ვთხოვე ჩემ თანამშრომლებს, რომ მაქსიმალურად შეამოწმოთ თქვათ ყველა ის შესაძლო ადგილი, სადაც შეიძლება დევნილს შეეთავაზოს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, აკმაყოფილებს თუ არა, თქვათ გამოყოფილი ფართი იმ მოთხოვნებს, რასაც დადგენილი წესის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ხო არ არის საუბარი რაიმე უკაცრიელ ტერიტორიაზე, სადაც თქვათ არ არის ჩასახლება კონკრეტულად. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ისევ ჩემ შეკითხვას დაუბრუნდები. იმ შემთხვევაში თუ კი დევნილთა უმეტესი ნაწილი აცხადებს, რომ მათ არ სურთ გამოვიდნენ იმ საცხოვრებლებიდან, სადაც არიან და მათ გამოასახლებენ იძულების წესით. გვაქვს თუ არა ასეთ შემთხვევაში საუბარი მათი უფლებების დარღვევაზე. თუ აქვს სახელმწიფოს უფლება, რომ გამოასახლოს ისინი იძულებით, თუნებით არ გამოდიან. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი ეს კონკრეტული ობიექტი, სადაც დღეს დევნილები ცხოვრობენ, მათთვის დაკანონებული არ არის და ისინი არ არიან მანდ ამისამართებული, რა თქმა უნდა, შეუძლიათ კანონის თანახმად ისინი იძულების წესით გამოიყვანონ. თუმცა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს უნდა იყოს ყოველად გამორიცხული, რომ დევნილები ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოიყვანონ საცხოვრებლიდან. აქ საუბარია იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს მათთან შეთანხმებით და უნდა არსებობდეს მათი თანხმობა იმაზე, რომ მათ დაუკანონონ სხვა საცხოვრებელი ფართი, მაგრამ ამაზე თვალებს ვერავინ ვერ დახუჭავს, რომ ყველა ეს ობიექტი არც ერთი არ წარმოადგენს კომპაქტურ ჩასახლებას და დევნილები დამისამართებული არ არიან. ეს ოფიციალური სურათი დღესდღეობით ეგეთია, იმიტომ რომ მე გამოვითხოვე სრულად ინფორმაცია და ასევე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს იგივე გაეროს კომისარიატის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, ჩემი პირველი მოვალეობა ისაა, რომ ნახო, ხო არ ხორციელდება რაიმე წესის დარღვევით. არც ერთი ეს ობიექტი არ არის კომპაქტური ჩასახლება და გარდა ამისა, იქ არც ერთი თუ არ ვთქვი ეს პირი დამისამართებული არ არის, მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც ასაღები აქვს კომპენსაცია თანხის სახით და რა თქმა უნდა ამ ადამიანებს, ვინც მოლოდინში ამ კომპენსაციის ჯერ უნდა გაუსტუმრონ ეს თანხა, ვინც ვარით ხო. ბევრია ასეთი. დაახლოებით ვიტყოდი, რომ ისეთი რა ნაწილია დაახლოებით? დაახლოებით 10%-მდე, ჩემი აზრით. ბატონო გიორგი, სამინისტროში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ზოგიერთ საცხოვრებელ ფართში დევნილები არიან იძულების წესით შესახლებული, ანუ შესული თავის დროზე. თუნდაც ასეთ შემთხვევაში, რომ დევნილი იქ იყოს იძულებით, ანუ ძალით შესული საცხოვრებელ ფართში შეჭრილი, როგორც ამას უწოდებენ. აქ თუ არა მიუხედავად ამისა, მისი იძულების წესით გამოსახლების უფლება. კანონის კუთხით თუ მედგები, რა თქმა უნდა. და მორალური კუთხით? გააჩნია რას უფრო მაღლა დააყენებ კანონს თუ მორალს. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალადობრივი წესით ადამიანების გამოყვანა შენობიდან ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ბატონო გიორგი, რამდენადაც არის ცნობილი ჩვენი კანონმდებლობით, მათ შორის თუნდაც დევნილთა შესახებ კანონით რომ ვიხელმძღვანელოთ, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება და ასევე მათ უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად აპირებენ მათ ჩასახლებას, ასეა? აბსოლუტურად. და როგორ ხდება ასეთ შემთხვევაში, ანუ არ ღვევენ კანონს თუ არა, როდესაც დევნილებმა ან არ იციან ზუსტად სად უნდა ჩაასახლონ, ან არ აკმაყოფილებთ ის პირობები. ამ შემთხვევაში კანონის მოთხოვნები ირღვევა. დევნილი უნდა იყოს ინფორმირებული იმაზე, თუ რა ეძლევა მას ალტერნატივად, ანუ სანაცვლოდ იმ ფაქტისა, რომელიც უკავია და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ადეკვატური უნდა იყოს ეს საცხოვრებელი, იგივე სტანდარტების შესაბამისი, რასაც ანუ მის საცხოვრებელი პირობების გაუარესება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს.
ადეკვატური უნდა იყოს და რა თქმა უნდა ჩემი პოზიციაა რომ დევნილი საცხოვრებელი პირობები ყველა ვარიანტში უნდა უმჯობესდებოდეს, როდესაც მას უცვლი ადგილს. არის ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე კატეგორიაზე ვისაუბროთ, თქვათ, იგივე კომპაქტურ ჩასახლებებში, სადაც დევნილები დამისამართებული არიან, იქ ხდება ფართის რეაბილიტაცია. თქვენ გახსოვთ, მე ვსაუბრობდი ჩემ ანგარიშში, რომ ის რეაბილიტირებული ფართიც კი მასში იყო არაერთი პრობლემა და სამუშაოები იყო უხარისხოდ ჩატარებული. ძალიან ხშირად დევნილებს მოუხდათ, თქვათ, გარემონტებული ფართის თავიდან შეკეთება, იქიდან გამომდინარე, რომ დარღვეული იყო მთელი რიგი სტანდარტები. არის შემთხვევები, როდესაც, თქვათ, იყო ფოცხოეწერს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ ტერიტორია იყო უკაცრიელი, ეს ალბათ თქვენ ეთერში გადიოდა არაერთხელ ეს ობიექტი, კორპუსები იყო გადაღებული, გარშემო, თქვათ, არაფერი არ იყო. უახლოესი დასახლებული პუნქტი იყო, თქვათ, დღესდღეობით დადის ავტობუსი თუ ავტობუსები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნული, თუმცა გარდა იმისა, რომ, თქვათ, უკაცრიელი ადგილი იყო, იქ არ იყო მიყვანილი ელექტროენერგია, არ იყო ჩართული ყველა შენობაში. ანუ არ იყო კომუნიკაციები. რა თქმა უნდა, ეხლა რა თქმა უნდა რეალისტები რომ ვიყოთ, მე ვთხოვე ჩემს მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც უშუალოდ იზოლებით გადაადგილებულ პირებზე მუშაობს, სათითაოდ გადაამოწმოს ყველა ის ობიექტი, რომელზეც საუბარია. და გაქვთ უკვე ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ თვითონ დევნილები, ბატონო გიორგი, ძირთადად ჩივიან, რომ ანუ ეს საცხოვრებლები, რომლებიც მათთვის არის გამოყოფილი, არის ან ყოფილი საბავშვო ბაღები, ან ყოფილი სკოლები, სადაც არ არის ინფრასტრუქტურა. ანუ არ არის თვითონ კარგ მდგომარეობაში, მაგრამ გარდა ამისა, რასაც თქვენ ბრძანებდით წეღან, ანუ მათ არ აქვთ იქ ელემენტარული პირობები იმისთვის, რომ ანუ სამუშაო ადგილი მონახონ, ანუ თავი ირჩიონ. ეხლა ჩვენ უკვე აბსოლუტურად სხვა თემაზე გადავედით, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ერთი თემაა ზოგადად კონკრეტულად ინფრასტრუქტურულად, ესა თუ ის საცხოვრებელი ფართი აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს, ანუ მიყვანილია თუ არა კომუნიკაციები, და თქმა უნდა არის იგივე სტანდარტები გარკვეული დადგენილი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი ფართი. და თუ არის დაცული სტანდარტები, უკვე ის, რომ ძალიან ბევრ კონკრეტ იზოლებით გადაადგებულ პირს ექნება ეკონომიური და სოციალური პრობლემები იქიდან გამომდინარე. მე მგონი სწორედ ეს არის ძირითადი мотиваცია მათი პროტესტის. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ უმეტესი იმ ობიექტებისა, სადაც დღესდღეობით ცხოვრობენ დევნილები, ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, თქვენ პირობების ხო არ ვიცი, იგივე თუ ყოფილხართ, მე ვარ არაერთხელ ნამყოფი, თქვათ, იგივე ყოფილი სამხედრო ოლქის შენობაში, საიდანაც მოხდა დევნილების გამოყვანა, ნუ იქ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შენობები არ არის გათვლილი საცხოვრებლად. ხო, ხა ცხადია, როდესაც თქვათ სასტუმროს შენობაში ხარ, იქ მეტნაკლებად იზოლირებული კომუნიკაციებია, თქვათ, თუმცა არის შენობები, სადაც საერთოდ ზედმეტია საუბარი და იგივე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კელინი, რომელსაც მე არაერთხელ ვიხსენიებ ხოლმე ჩემს ანგარიშებში, ყოველთვის მიუთითებდა იმაზე, რომ გრძელვადიანი კრიტიკულად შეაფასა ზაფხულში მისი მოთხოვნა იყო ერთ-ერთი სწორედ გრძელვადიანი ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფა იზოლებით გადაადგილებული პირების. თუმცა არის ეს საცხოვრებლები ისეთი? რა თქმა უნდა, პირობებით უმეტესი, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლოს, ჯობია თქვათ, ინფრასტრუქტურულად იმ შენობებს, სადაც დღეს დევნილები არიან, თუმცა აღდგება ისევ და ისევ ჩვენ მივედით იმ პრობლემამდე, ადგილმდებარეობა, აქ საუბარია თქვათ, იგივე ბაკურციხეზე, თუმცა ფოცხოეწერისგან განსხვავებით ეს ახალი ადგილები, სადაც აპირებენ დევნილებისთვის ფართის მიცემას, ყველა არის მოქმედი სოფელი, ცოტა ისეთი ტერმინია, სოფლებში, სადაც არის მოსახლეობა, ადგილობრივი მკვიდრი, ანუ ეს არ არის ფოცხოს ეწერის დასახლება, სადაც გარშემო არაფერი არ არის. მაგრამ არის ამ ასეთ სოფლებში იმის საშუალება, რომ დევნილს ჰქონდეს საკუთარი მეურნეობა მაგალითად. ცალკე თემაა, რაზეც მე ახლა ვმუშაობ, ეს არის ის, რომ თუ დევნილი ვთქვათ, დაასახლეს სოფლად, მიეცემა თუ არა მას სასოფლო სამეურნეო მიწა და იმის საშუალება, რომ მან საკუთარი მეურნეობა იქონდეს. რატომ არ უნდა მიეცეს? მე არ მithქვია რომ არ უნდა მიეცეს, ჩემ მოთხოვნაა რომ მიეცეს, თუ თქვენ ჩემს ბოლო ანგარიშს ნახავთ. მე საკითხი, ანუ რატომ დგება საკითხი ესე, რომ იყო ესეთ შემთხვევა, როდესაც სამინისტროს დაუყენე მე საკითხი, თქვენს რომ იცით რა, უმეტესი მათგანი საერთოდ ვარს აცხადებს, მიწა არ უნდათ, იმიტომ რომ ეხლა მე არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცას მიწა არ უნდაოს, ეხლა სიტყვაზე თუ არ იცი მიწის დამუშავება და მოხმარება, შეიძლება ეს მიწა სრულიად ტყუილად კონდეს და სხვას დააკლდეს. თუმცა მე ვფიქრობ რომ აქაც მიდგომა არის არაჯეროვანი და ნორმალურად არ არის შესწავლილი ამ ხალხის საჭიროებები. მე დარწმუნებული ვარ ბევრს ძალიან დიდი სურვილი აქვს იმისი, რომ საკუთარი მიწის ნაკვეთი ჰქონდეს და მასზე ვთქვათ მოიყვანოს იგივე ვთქვათ ას კულტურები, რომელიც მას მიეხმარება ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. თუმცა მე კიდევ ერთ საკითხს მინდა მივუბრუნდე, ვთქვათ იგივე ჩემს ბოლო ანგარიში, როდესაც მე გავაკრიტიკე სამინისტროს საქმიანობა არაერთი მიმართულებით და დავსვი საკითხი, რომ ვთქვათ ჩამორჩენა სერიოზული იგივე
გაუარესებაა გარკვეული იმ კუთხით, რომ თქვათ გადაიწია კერძო სექტორის დევნილების დაკმაყოფილების თემამ, არის პრობლემა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლოს მივდივართ იმასთან, რომ ეს არის ქვეყნის, ასე ვთქვათ, ზოგადი პრობლემა, დასაქმება, სოციალური თემები, როდესაც ადეკვატური შიში აქვს გარკვეული ადამიანს, რომ იგი სოფლად გაცილებით უარეს ეკონომიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ქალაქში. ხო, ცხადია. კარგი, რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში? ანუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფო? ნახე, მე სიტყვაზე სიმართლე გითხრათ, შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ყველას დაკმაყოფილება მოხერხდება თბილისში, მაგრამ არის გარკვეული დიდი მშენებლობები დაწყებული თუ არ ვთქვი ფოთში და იწყება ბათუმში, რომლებიც ორივე ქალაქია, გარკვეულწილად სიცოცხლის უნარიანი ქალაქებია, ორივე, ნახე, რთული ფოთი და ბათუმი შეადარო, მაგრამ ფოთხვეწებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ეკონომიური თვალსაზრისით უმჯობესია დიდ ქალაქში იყო, იქ მიმდინარეობს მშენებლობები. თუმცა რამდენ ადამიანს დააკმაყოფილებს კონკრეტულად ეს ფართობი, ცოტა რთულია სათქმელად, ვინაიდან ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ, რომ კერძო სექტორში არის დაახლოებით 60% იძულებს გადაადგილებული პირები. და ბატონო გიორგი, თქვენი ინფორმაციით ალბათ დაინტერესდებოდით ამით, რატომ ჩქარობს დღეს სახელმწიფო? ხომ არ იყო უმჯობესი, თუნდაც იგივე ფოთში, იგივე, რა ვიცი, ქუთაისში, ბათუმში რაღაცნაირად მოეწყოთ ამ ადამიანებისთვის უკეთესი პირობები და მხოლოდ შემდეგ დაწყებულიყო მათი გამოსახლება. თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხს მივიღებ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დრო. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია გიორგი ტუღუში. ბატონო გიორგი, გავიმეორებ ჩემ შეკითხვას, თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ დგას დღეს ასე პრინციპულად ამ ადამიანების გამოსახლება და გასახლება დედაქალაქიდან? არ იყო იმის საშუალება, რომ დაუშვათ შედარებით მსხვილ ქალაქებში მოეწყოთ მათთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობები, იქ სადაც არის გარე ინფრასტრუქტურა, იქ სადაც მათ შეუძლიათ სამუშაო იშოვონ და მხოლოდ შემდეგ დაწყებულიყო პროცესი. რატომ არის დღეს ასეთი მწვავე? თქვენთან ვახსენე ასევე ჩამორჩენა, ხო, შეიძლება არ იყოს ერთადერთი მიზეზი, მაგრამ ობიექტურად რო შეხედო, ვთქვათ, იგივე მთელი რიგი პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, უნდა დასრულებულიყო. ერთი წლის უკან ამიტომ მოხდა გადაწევა მთელი რიგი ვადების, თორე სამინისტროს აქვს სერიოზული ჩამორჩენა. გარდა ამისა, არის ვალდებულება ნაკისრი, რომ იძულებთ გადაადგილებულ პირებს მიეცეთ საშუალება, რომ მათ მიიღონ გრძელვადიანი ადეკვატური საცხოვრებელი და მოხდეს მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე განსახლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ როდესაც ვახსენებთ ამ ობიექტებს, ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი მისა, რაც შეიძლება ვთქვათ, რამდენიმე 15-20% დააკმაყოფილოს იმ მოთხოვნის ამ ეტაპზე, რაც რეალურად ქვეყანაში დგას. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად მე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვამოწმებთ ახლა ყველა შენობას არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს დევნილისთვის ისეთი ფართის შეთავაზება, რომელიც არ არის მომზადებული ამ ადამიანის მისაღებად. იგივე ეს არ ვსაუბრობ მარტო ელექტროენერგიაზე. გარკვეული შედეგები გვაქვს, რა თქმა უნდა, ნაწილი ობიექტების ინფრასტრუქტურულად გამართული. არის რაღაც ხარვეზები, მაგრამ ის რომ კომუნიკაცია არ იყო. თუმცა მე სადღაც ერთ კვირაში მექნება სრული სურათი და აღწერა, ანუ მე მინდოდა მაქსიმალურად მომესწრო ეს სანამდე პროცესის დაიწყება და დღეს ხოთშორ ჩვენ მივიღეთ შეტყობინება უმაღლეს კომისარიატიდან, რომ გარკვეულწილად გადაიწია კვლავ დევნილების. ეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ანუ 15 იანვარს არ დაიწყება. იმეილი თქვენს, რომ გარკვეულწილად გადაიდო კვლავ. ეხლა მე მიზეზი რა არის ამ შემთხვევაში? ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ უკეთესად იყვნენ მომზადებული და ადამიანებს შეთავაზონ ადეკვატური გარემონტები საცხოვრებელი ფართი, თუმცა მე კონკრეტულ მიზეზზე საუბარი მიჭირს, იმიტომ ეს ალბათ უკეთ იცის სამინისტრომ და იგივე კომისარიატმა, თუმცა მე შევეცდები გავერკვიო ამაში, ეს არის სულ 1-2 საათის ინფორმაცია, რასაც მე გაწვდით. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამის მიზეზი ისევ როგორც ეს იყო ახალ წლამდე, ყოველსათვის ცნობილია გვახსოვს, რომ ეს გამოსახლება სინამდვილეში ახალი წლის წინა პერიოდში იგეგმებოდა. თუმცა პროტესტმა ეს გადაავადა. შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ისევ პროტესტი იყო ამის გადავადების. მე არანაირად არ ვთვლი, რომ ეს არ შეიძლება იყოს ამ მიზეზი. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მოვითხოვე მინისტრისგან და პირადად ვთხოვე მას, რომ ახალ წელს მაინც შეეკავებინათ თავი, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ახლა კონკრეტულად რაღაც წესები, რომელსაც თქვათ ყველანი პატივს ვცემთ და ის რომ ვთქვათ ადამიანი ახალ წელს არ შეხვდეს ვთქვათ საკუთარ ბარგზე, მშდომი ვთქვათ იგივე ავტობუსში ან მანქანაში, მე მგონი ნორმალურია და არ ვიცი მე ეს დრო მანდა მაინც რატო იყო შერჩეული დეკემბრის ბოლო ნაწილი. საუბარი ამაზე რომ მას დიპკორპუსი არ იმყოფებოდა საქართველოში და უფრო მარტივად მოახერხებდნენ მათი იძულების წესით გამოსახლებას. თუმცა აგვისტოშიც გვახსოვთ, თუმცა მე მინდა გითხრათ რომ აგვისტოში გაცილებით ნაკლები სიფრთხილით მოეკიდენ ამ პროცესს და მაშინ მე არაერთი დარღვევა დავაფიქსირე საკმაოდ ძიმე ხასიათის. ალბათ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევებით თქვენი რეაქციას და ასე ვთქვათ საერთაშორისო ექსპერტების რეაქციას და პოლიტიკური ოპოზიციის რეაქციაც იყო იმის მიზეზი რომ დღეს უკვე უფრო ფრთხილად ეკითხებიან. ძალიან ფრთხილად ეკიდნენ
მაგრამ ბატონო გიორგი, პროტესტი, ასე ვთქვათ, ეს საპროტესტო აქციები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მეორე მხრივ სამინისტროც თითქოს ართმობს ბოლომდე პოზიციებს. თქვენი აზრით გამოსავალი რა არის ამ სიტუაციაში? მე ვფიქრობ, რომ სამინისტრომ უნდა გაცილებით მეტი ნაბიჯები გადადგას იგივე დაელაპარაკოს ამ კონკრეტულ ადამიანებს და შეეცადოს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ამ ადამიანების კონკრეტული საჭიროებები. თუმცა მე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, მე მაქსიმალურად შევეცადე გადამემოწმებია, როდესაც საუბარია ვთქვათ ადამიანების თბილისიდან სხვაგან ჩასახლებაზე რეგიონებში არის თუ არა აქ საუბარი ვთქვათ იგივე აფხაზეთიდან იზოლებით გადაადგილებულ პირებზე რომლებიც ვთქვათ უკვე 15-20 წელია თბილისში ცხოვრობენ აქ თაობებია უკვე წამოსული და მე მითხრეს რომ კატეგორიულად გამორიცხული აქ საუბარია მხოლოდ იმ პირებზე რომლებიც 2008 წელს შევიდნენ ამ კონკრეტულ შენობებში თუმცა მე მაქვს კონკრეტული ფაქტიც მაგალითად როდესაც ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებელთა ჯგუფი და ისინი უთითებდნენ რომ თქვენ მარტო დაინტერესებული ხართ დევნილთა უფლებების დაცვითო და დევნილები ცხოვრობენო იმ კორპუსში რომელიც რეალურად ჩვენიაო და გვინდაო რომ ფართი დაგვიბრუნონო ესე ძალიან რთული საქმეა რამდენიმე წელია სასამართლო დავაა ამ საკითხზე თუმცა მე ვთვლი რომ რა თქმა უნდა ან ამ ადამიანებს უნდა შეთავაზონ ალტერნატივა სათანადო ან კიდე კონკრეტულად ის პირები რომლებმაც გაარემონტეს ეს ფართი და შიგნით გარკვეულწილად თქვა სახე მიცეს საცხოვრებელი მათ მისცენ ადეკვატური ფართი თქვა იგივე თბილისში, იმიტომ რომ მათ აქვთ რეალურად ბოლო რამდენიმე წელია დაკავებული აქ. ანუ ძალიან რთული თემა. მე როგორც სახალხო დამცველს მიჭირს ხოლმე ხშირად თქვათ გიჭირთ სამინისტროსთან კონტაქტი? რთულია. რატომ? ხშირია, როდესაც მათგან ვერ ვიღებთ დროულად ადეკვატურ პასუხს ჩვენს მოთხოვნებზე და მე ძალიან აი რა მოთხოვნებზე მაგალითად კონკრეტულად მე როდესაც ჭირდება კონკრეტული ინფორმაცია, მაგალითად რამდენ პირზე დარჩა გასაცემი კომპენსაცია. ან როდესაც რა არის ამის მიზეზი როგორ ფიქრობთ? თქვენ რატომ გიმალავენ ინფორმაციას? ის არის ძალიან ხშირად ვაბრალებდი მე ამას რომ შეიძლება ვთქვათ გადატვირთული არიან და იყო მე შეხსენებების გზავნა მე ამის გამო მე ორჯერ შევხვდი მინის თხოვე რომ პრიორიტეტულად სახალხო დამცველის მიმართვებზე ყოფილიყო რეაგირება არის გარკვეული გაუმჯობესება, მაგრამ ეს არის შორს ძალიან იმისგან, რაც უნდა არსებობდეს. მე ვერ ვიტყვი, რომ სხვა უწყებებთან მაქვს თქვათ კომუნიკაციის კუთხით ესეთ პრობლემები. თუმცა მე გამოვძებნეთ ერთ-ერთი გამოსავალი მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ თამართან, თქვათ პირდაპირი კონტაქტით ჩემი აპარატის დეპარტამენტის უფროსი ცდილობს ხოლმე დროულად მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ მე ძალიან ხშირად მე უკვე ვაკეთებ ზოგად შეფასებას იქიდან გამომდინარე, რაც ჩემი აზრით არის ასე და თუ იმიტომ რომ არ გაგაჩნიათ კონკრეტული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მე თუ არ მეცოდინება რაოდენობა ვიტყვი რომ სავარაუდოდ 15% დაუკმაყოფილებელია კომპენსაციით. მე თუ პრეტენზია ექნება ჩემთან თქვათ იგივე სამინისტროს რომ იცით რა არასწორია და მაშინ უნდა წარმომიდგინონ. გასაგებია, გაქვთ თუ არა კონკრეტული ინფორმაცია ასევე სამინისტროსგან იმის შესახებ თუ რატომ ჭიანურდება საცხოვრებელი ფართების დაკანონება დევნილებისთვის. მაგალითად გუშინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა დევნილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, აქციაზე ცოტა ხალხი გამოვიდა იმის გამო რომ დევნილებს იმ ფართის დაკარგვისაც ეშინიათ, რომელიც მისცეს, თორემ ყველა დევნილი გამოვიდოდაო. თქვენ ინფორმაციით რა უშლის სამინისტროს? მან არის სერიოზული პრობლემები იქიდან გამომდინარე რომ იგივე ამ დაკანონებასთან და დამისამართებასთან არის სერიოზული ჩამორჩენა ისევე ვადებში. თუმცა მიზეზები ცალსახა არ არის, არის სხვადასხვანაირი მიზეზი, არის რაღაც კონკრეტული გარემოებები, არის ზოგადი პრობლემები. თქვა თუ ჩავთვლით იმას რომ დღესდღეობით საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა და ახლობთ იმის ნახევარს, რასაც უნდა დაკანონებოდა ამ პერიოდში, მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაოები ამ მიმართულებით მიდის არასწორად. და არის სერიოზული პრობლემები. არც ბევრი დრო გრჩება და ძალიან მინდა რომ უფრო სწორად სანამ გადავიდოდეთ მეორე თემაზე, არ მინდა დამავიდეს კობა სუბელიანის ერთ-ერთი ახსნა, სწორედ დასაკუთრებასთან დაკავშირებით. მე წაგიკითხავთ მის სიტყვებს. დღეს საკუთრებაში ფართს ფლობს კობა სუბელიანი აცხადებს ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ფართს ფლობს 22,000 დევნილი, რაც რამდენიმე წლის წინ იყო წარმოუდგენელიო ის ამბობს. თუმცა რამდენიმე წლის წინ პრინციპში აგვისტოს ომსაც ვერავინ წარმოიდგენდა და იმას რომ დევნილთა რაოდენობა საქართველოში ასე გაიზრდებოდა. რამდენად დამაკმაყოფილებელია ის რომ 22,000 დევნილს აქვს დღეს დაკანონებული. რა თქმა უნდა, ცუდი არ არის რომ 22,000 ადამიანს დაუკანონდა ფართი, თუმცა ეს ჩემთვის არანაირად საკმარისი არ არის და ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იქიდან გამომდინარე რომ ადამიანები რეალურად ვინც ელოდება ფართის დაკანონებას, მათ რიცხვი არის 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი იმ ადამიანებზე, რაც თქვენ ახლა ზუსტად თუმცა მე არასდროს თქვა ჩემი პრინციპი არის ის რომ რაც კეთდება მე იმას არავის არ უკარგავ. რა თქმა უნდა, პოზიტიურია, მაგრამ აქ საუბარია რეალურად იმაზე სახალხო დამცველის კუთხიდან რა არ გაკეთდა, თორე რა გაკეთდა მე ეს აღნიშნული მაქვს ჩემ ანგარიშში, თუმცა დაკანონება დროული რეაბილიტაცია, ფართის საცხოვრებლის ნორმალურ პირობებში მოყვანა, მთელი დამისამართება, ეს არის პრობლემები, რომლებიც თანსდებს უბრალოდ აი ამ
გამოსახლების და განსახლების პროცესმა გადაფარა ბევრი ის პრობლემა, რომელიც სახალხო დამცველს და მის აპარატს უდგას წლობით თვალწინ და აქ არის საუბარი მარტო არა ამ პრობლემებს, ჩვენ უნდა გავუწყდება, რომ ეს არის დევნილების საკმაოდ მცირე ნაწილია და აქ საუბარია ზოგიერთ ობიექტზე, სადაც 3-4 ოჯახია, ზოგი შედარებით დიდია, მაგრამ არის ბევრი ისეთი გლობალური პრობლემა, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ და უნდა გავუწყდებათ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად მოგმართავენ ასევე კერძო სექტორის დევნილები. ეს არის დევნილები, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი ფართი არ მეუღიათ სახელმწიფოსგან, ცხოვრობენ ან ქირით, ან ნათესავებთან, ზოგს აქვს უკვე საკუთრებაში და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იქნებოდა, რაც შეიძლება მეტ იძულებთ გადაადგილებულ პირს კონდეს საკუთარი საცხოვრებელი, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს არარეალურია და ამის შესაძლებლობა კი არა, ბევრი დღეს ქირას ვეღარ იხდის, თუმცა მე მინდა მიუბრუნდე იმ საკითხს, რომ ეს პრობლემები, რომლებიც დგას, ჩვენ ვაპირებთ, რომ წელს შევისწავლოთ სწორედ უკვე კერძო სექტორის პრობლემა და სხვა შორის გაეროს კომისარიატთან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, ისინი დაგვეხმარებიან ფინანსურად იმ კუთხით, რომ დამატებით რესურსები მქონდეს ამ ადამიანების პრობლემების. გასაგებია და ბატონო გიორგი არც ბევრი დრო გრჩება და ეხლა კი გადავიდეთ უკვე ვეტერანთა აქციაზე, რასთან დაკავშირებით თქვენ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთეთ. პირველ რიგში თუ გქონდათ ვეტერანებს იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი გამოხატავდნენ პროტესტს, ასეთი ფორმით გამოხატვის უფლება. მით უმეტეს ცნობილია, რომ მათ მერიასთან ჰქონდათ აქცია შეთანხმებული და საერთოდაც 6 იანვარს ნებაყოფლობით ისინი აქციას წყვეტდნენ. პირველ რიგში, სანამ დეტალებზე გადავალ, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვისაც ცოტა გასაკვირია, რატო გამოიწვია ჩემმა განცხადებამ, თქვათ რაღაცა ზოგი მეუბნებოდა, ეს იყო ძალიან მწვავე. მოდ პირველ რიგში ვთქვათ, რომ ხო, ჩვენ ამბობდნენ იმასაც, რომ თქვენგან არ ელოდნენ ასე. აი, ჩემს ცოტა უცნაური, იმიტომ რომ რამდენი ესეთი მსგავსი ფაქტი იყო, ვთქვათ, აქციებთან დაკავშირებით, იგივე გავიხსენოთ, ვთქვათ, იგივე ჯაბაჯიშკარიანის და დაჩიცაგორიას ფაქტი, რომელიც იყო 2009 წელს, იგივე ირაკლი კაკაბაძის და ეს პოეტების ფაქტი, იგივე ყველა ასეთ ფაქტზე ადეკვატურ რეაგირებას ჰქონდა ადგილი, იყო განცხადებას, თუმცა ამ ფაქტმა ახალი წლის დღეებში მე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, იმიტომ რომ მოდ კიდე ხელს გავსვა იმას, რომ ზოგადად ძალიან მშვიდი პერიოდია, ხო, იანვრის დასაწყისი, ეხლა არ მინდა დეტალებში წავიდე, მაგრამ ბევრ ადამიანს ზოგი საერთოდ ტელევიზორსაც არ უყურებს, თუმცა ამ ფაქტმა რატომღაც კი არა და ობიექტური მიზეზების გამო გამოაცოცხლა ზოგადად სიტუაცია. ანუ პრინციპ საზოგადოებას საერთოდ ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ ეს აქციას როგორც მოექცა სახელმწიფო იყო საკმაოდ არაადეკვატური. აქცია არ იყო უკანონო, ჯერ აქედან დავიწყოთ და შეკრებებსა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები ამ პირებს ჰქონდათ დაცული. იგივე იქ თუ კარავი იდგა, ეს კარავი ვთქვათ, იგივე მე-11 პრიმა მუხლის თანახმად არ არღვევდა კანონს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კარვით არ იყო გადაკეტილი არც სავალი გზა, არც მოძრაობას აფერხებდა. კიდე მე მინდა ერთ გარემოს მიუბრუნდე, რა თქმა უნდა, მერიას ჰქონდა ინფორმაცია და წერილიც ჰქონდათ აქციის მონაწილეებს მიღებული, სადაც მითითებული იყო, რომ ვთქვათ, რა შემთხვევაში დაირღვევა კანონი. ეს მოთხოვნები დარღვეული არ ყოფილა. ეხლა საუბრობდნენ მახსოვს მე რომ რამდენად ლამაზია და მორალურად სწორი ეს რა ნუგზარ ციკლაურს კომენტარს გაგაცნობთ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ხო ზოგადად აი ეხლა მოგასმენთ ვეტერანებს ნამდვილად აქვთ პროტესტის გამოხატვის და სოციალური მოთხოვნების დაყენების უფლება, თუმცა დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალთან ლეიბები და ლეჟანკები არ უნდა დაყარონ. მემორიალის ანტისანიტარიის ბუდეთ ქცევა მიუღებელია და ამ მხრივ ერთგვარი ეთიკის ნორმები საქართველოშიც უნდა დამკვიდრდეს. ის რა არის ეხლა მოდით ჩვენ კიდე ერთ ამაზე შევთანხმდით, თქვათ ეთიკა და თქვათ გარკვეული შეხედულებები უფრო მაღლა დგას თუ კანონი, მე კიდე ერთხელ გავიმეორებ როგორც სახალხო დამცველი. მაგრამ რამდენად ეთიკური მოთხოვნები, არ ვიცი ხა ეთიკური შეიძლება ბევრი რამე არ იყოს, მაგრამ კანონს თუ არ დავარღვევ, ამისთვის მე ხო არ უნდა დავისაჯო რა რეალურად ეხა. ცხადია შეიძლება ვთქვათ, ეთიკური არ იყოს ისიც, რომ ბოდიში და ადამიანმა ვთქვათ გადმოაფურთხოს ქუჩაში, მაგრამ ამის გამო ვთქვათ სიტყვაზე ვთქვათ თუ კანონი ითვალისწინებს დაისჯება, ვთქვათ დანაგვიანებისთვის თუ არ ითვალისწინებს კონკრეტულ სასჯელს, ადამიანი არ დაისჯება. ეხა იგივე თუ მიუდგებით ამას ჩვენ სხვა რამდენად სწორია მემორიალთან თქვათ საწოლის გაშლა ან შიმშილობა, გასაგებია ბევრ შეიძლება ეს არ მოეწონოს და არ ესიამოვნოს, მაგრამ კანონის მოთხოვნები დარღვეული არ იყო, არსად კანონში არ წერია აკრძალვა, რომ მემორიალთან არ შეიძლება აქცია გამართო, იმიტომ რომ არის შეზღუდვა კანონში ჩამოყალიბებული, ვთქვათ, არის იგივე 20 მეტრის რადიუსი დასაცავი დღევანდელი კანონმდებლობით, რაც მე გასაჩივრებული მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის მოთხოვნა იმაზე, რომ ვთქვათ, პარლამენტის უზენაესი სასამართლოს, სამინისტროს ასე შემდეგ შენობის წინ არ შეიძლება ვთქვათ ჩახერგვა აქციის მოწყობა, მაგრამ რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, აქ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამ აქციის მონაწილეებს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევიათ. იყო სხვათა შორის არგუმენტი იმაზე, რომ იქ ალკოჰოლური სიმთვრალე აღენიშნებოდა რამდენიმე პირს, კანონი გრძალავს აქციაზე ალკოჰოლური სასმელების შეტანას, ზოგადად ვთქვათ, სპირტიანი სასმელების იქ შეიარაღებული მისვლას, ასაფეთქებელი ნივთიერებების მიტანას, თუმცა ხა იქ თუ რამდენიმე ადამიანი ალკოჰოლური თრობის ვთქვათ
რამდენადაც ცნობილია თვითონ სასმელი იქ არ აღმოუჩნდა. ხო, სასმელი შეიძლება ბოთლიც იყო, მაგრამ რეალურად ესეც არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში კანონის დარღვევას. იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ვთქვათ, ნასვამი თუ მიხვალ აქციაზე, თვითონ ცხადია ეს არ არის ეხლა ავტოსაგზაობის მოძრაობის წესების დარღვევა და ვთქვათ, დეტექტორით არ მგონია ვინმე ამოწმებდეს აქციის, თუმცა თქმა უნდა, არაა სასურველი რომ ვიღაცა ნასვამი იყოს, მეტი რისკია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ადამიანებს კანონი რეალურად არ დაურღვევია. კარგი, მოდით ვისაუბროთ იმაზე, ამ ადამიანების მიმართ თუ დაირღვა კანონი, როდესაც აქცია დაშალეს. ხო, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამის გამო დაისაჯა გვენეტაძე, გაანთავისუფლეს ეთიკის ნორმების დარღვევის გამო. როგორც დაშალეს აქცია, ეს მხოლოდ ეთიკის ნორმების დარღვევა იყო, ბატონო გიორგი? და რეალურად, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევა იყო ზოგადად მოთხოვნა აქციის დაშლის. თუმცა ოფიციალურ განცხადებაში საუბარი არ არის იმაზე, რომ აქცია უნდა დაშლილიყო. იქ საუბარია 176 მუხლზე, ესაა წვრილმანი ხულიგნობა და საუბარია კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. თქვათ, იქ საუბარია რომ მოითხოვეს კარვის აღება. თუმცა თავად კარვის აღებაც ჩემი აზრით კანონიერი მოთხოვნა არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ კარავი მახსოვს მე ვიყავი აქციის მონაწილეებთან 30-ში პირადად მისული 30 დეკემბერს. კარავი იყო ბალახზე გაშლილი, თუმცა კანონის მოთხოვნებს კარვის იქ რეალურად დგომა არ არღვევდა. კიდევ ერთ საკითხს მინდა რა თქმა უნდა მიუბრუნდე, თქვენ ახსენეთ თქვათ იგივე რამდენად მართებული იყო და ადეკვატური იყო, თქვენ გახსოვთ მე ჩემ განცხადებაში მოვითხოვე იმ პირების დასჯა, რომელთაც დაარღვევეს კანონი. იქ თორსტების საუბარი იმაზე, რომ ორ პირს გარკვეული დაზიანებები აღენიშნებოდა და დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ოქმები, როდესაც ამოვიღეთ, იქ არის აღნიშნული დაზიანება, თუმცა დაკავების ოქმში საერთოდ საუბარი არ არის დაზიანებებზე. გარდა ამისა, ვთქვათ, ეთიკის ნორმების დარღვევა ეს ცალკე თემა, იქ ჩვენ გვახსოვს, რომ ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს, ეს კადრი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაგრამ აქ საუბარია. სწორედ ამის გამო განთავისუფლდა ოთარ გვენეტაძე. თქმა უნდა, შეიძლება ერთის მხრივ ჩაითვალოს, რომ ისე მართლა განთავისუფლდა თქვენი ინფორმაციით, იმიტომ რომ გარკვეული ეჭვები არსებობდა. ხელი არ მიმიწვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო დეპარტამენტთან, რომ ვიცოდე, თუმცა ზოგადად ოფიციალურად იყო გაცხადებული, ალბათ ამის გადამოწმება შეიძლება რეალურად მოხდა თუ არა ამ ადამიანის გათავისუფლება, თუმცა იყო ოფიციალური განცხადება, რაც სხვათა შორის მე დადებითად შევაფასე, თუმცა აღნიშნე, რომ ეს არ არის საკმარისი ზომა და აქ საუბარია გარკვეული გარემოებები იქნას დაზუსტებული. აქ არ არის მარტო საუბარი, რომ ვთქვათ, ამ კონკრეტული პირის დათხოვნით ეს ინციდენტი ამოიწურა და ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი. გამოძიება თუ დაიწყო თქვენი ინფორმაციით დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არაერთი მწვავე განცხადება გაკეთა, მათ შორის ამერიკის ელჩმა გააკეთა, მისთვის სხვა შორის საკმაოდ უჩვეულო განაცხადი. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება შეიძლება დაწყებულიც არის. თუმცა მე იმის მინდა გითხრათ, რომ არაერთი ფაქტი მაქვს, როდესაც გამოძიება დაწყებულია და იქ შედეგი არ არის დამდგარი. მაგრამ რა თქმა უნდა, სადღაც ერთი კვირის ვადაში თუ გამოვითხოვთ, კი არა და ვაპირებ გამოვითხოვო ინფორმაცია, კიდე რამდენიმე წერილი მაქვს გაგზავნილი, რომელზეც კონკრეტულ პასუხს ველოდები. რა თქმა უნდა, მეცოდინება, რომელი მუხლით არის, თუ არის დაწყებული ზოგადად გამოძიება. თუმცა უმეტეს შემთხვევებში სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ძიება იწყება, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან რთულად რომ გამახსენდეს რომელიმე ფაქტი, სადაც დადგა კონკრეტული შედეგი. ვთქვათ, ეხლა ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, რომელზეც მე მიმართია, ძალიან ხშირად თქვენც მოგდით ჩვენი რეალიზები, როდესაც საქმე ეხება საჯარო ახსულებს, დაწესებულებებს, სხვადასხვა ჩემი აზრით სამართალდა. ანუ იმედი არ გაქვთ, რომ ამ შემთხვევაში ბოლომდე მიიყვანენ საქმეს. ნუ არის პრაქტიკიდან გამომდინარე, ეხლა მე ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ გამოძიება რა შედეგს მოიტანს ზოგადად. იქიდან გამომდინარე, რომ სურათი, რომელიც მე დღემდე მაქვს, საკმაოდ არადამაიმედებელია, მინდა გითხრათ. ბატონო გიორგი, ვეტერანებს სასამართლომ დააკისრა 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა. არა და ვეტერანები შიმშილობდნენ სწორედ სოციალური პრობლემების გამო. რამდენად მორალური არის ეს თქვენი აზრი? მორალური, რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები გარეთ გამოიყვანა სიდუხჭირემ. თუმცა, მორალს რო თავი დავანებოთ, რამდენად კანონიერი იყო ზოგადად ამ ჯარიმის დაკისრება, მე ველოდები სააპელაციო სასამართლოდან ზოგადად დოკუმენტაციას მთლიანად, იმიტომ რომ ჩვენ შეგვეძლო ცალკე აგვეღო და შეგვესწავლა საქალაქო სასამართლოს დადგენილება, თუმცა არ გავაკეთეთ ეს შეგნებულად. როგორც კი იქნება სააპელაციოს გადაწყვეტილება, თავიდან ბოლომდე ჩაუჯდებ ჩვენ დაწყებული, ვთქვათ, საქალაქოდან დამთავრებული სააპელაციოთი და ვნახავთ რეალურად, ვთქვათ, გვაქვს თუ არა საქმე ჩვენ ზოგადად იმ პრობლემასთან, რაც მე არაერთხელ მიხსენებია ჩემს ანგარიშებში, როდესაც ვთქვათ, ხდება იგივე 173 მუხლით გარკვეულწილად სასამართლოს გამოვაქვს დადგენილება, მაგრამ ძალიან ხშირად
თქვათ პრინციპი, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები გაიზიარონ და მოსმენელ იქნას თქვათ დაცვის მხარე ნახონ იგივე ფირი ძალიან ხშირად სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ახსნა განმარტებებს და ამის საფუძველზე გამოაქვს ხოლმე სწორედ ადმინისტრაციულ სასამართლოს თავისი დადგენილებები, ასე რომ ველოდები თქვათ იგივე იმ დოკუმენტაციას, რომელსაც ჩვენ მოგვაწვდიან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს დაცვის მხარეს, ჩვენ გვქონდა მათთან საუბარი და როგორც კი მექნება, მე შემეძლება რომ სამართლებრივი ადეკვატური შეფასება მივცე ამ შემთხვევაში კონკრეტულად აი ამ გადაწყვეტილებას. ბატონო გიორგი, ვეტერანების აქცია დაიწყო იმის გამო, რომ ისინი აპროტესტებდნენ დარღვეულ უფლებებს. მათ შორის სოციალურ შეღავათებს, რომლებიც მათ ძალიან შეუმცირეს და პრაქტიკულად აღარ აქვთ. მოდით ვისაუბროთ თვითონ აქციის მიზეზებზე და არა უკვე შედეგებზე, რაზეც ვისაუბრეთ. უნდა იყვნენ თუ არა სახელმწიფოში ომის ვეტერანები სათანადოდ დაფასებული, იმიტომ რომ მონუმენტს უდგამენ გარდაცვლილ გმირებს, მაგრამ არიან ცოცხლები, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. პირველ რიგში ჩვენ დავინახეთ, რომ ეს პრობლემა აქტუალურია და იგი დგას რეალურად ამ ადამიანებს სოციალური დაცვის რეალურად მექანიზმები არ გააჩნიათ და რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ ეს პრობლემა არის და როგორც ჩანს თქვენ შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ. პირადად სახალხო დამცველს შეუძლია ამას მისცეს სამართლებრივი შეფასება, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც შეეხება ვთქვათ იგივე კონკრეტულად ფინანსურ ნაწილს და მათთვის ვთქვათ კონკრეტული ან შეღავათების დადგენას, ან მათთვის კონკრეტული დახმარების გაცემას, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი. მე ამას შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვთქვათ გაუწიო, ხარი დაუჭირო. თუმცა რა თქმა უნდა ეს სახალხო დამცველის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ ადეკვატური სამართლებრივი შეფასების გაკეთება სახალხო დამცველს ყოველთვის შეუძლია მსგავს ფაქტებზე. დიდი მადლობა. კი ბატონო. მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ტუღუში, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ უკვე ლადო პაპავასთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია ლადო პაპავა, ბატონო ლადო, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. საღამოშიდე. Heritage Foundation-მა და Wall Street Journal-მა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველოს, ანუ მათი ინდექსით არის 29 ადგილზე და მხოლოდ ერთი ადგილით ჩამორჩება ჩეხეთს. ამ ინდექსის შედგენის დროს მაყურებლისთვის ვიტყვი გათვალისწინებულია არაერთი მონაცემი. მათ შორის ეს არის ვაჭრობის თავისუფლება, ეს არის ინვესტიციების თავისუფლება, კორუფციის დონე, საკუთრების უფლებები და ასე შემდეგ. ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს შორის მეოთხე მაჩვენებელი აქვს საქართველოს, ჩვენ გვისწრებს ესტონეთი, გვისწრებს ლიტვა. შედარებისთვის რუსეთი არის 153 ადგილზე. მე ვიცი ბატონო ლადო, რომ თქვენ არ ხართ რეიტინგების დიდი მოყვარული, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მართლა რითი ახსნით ამ მაჩვენებელს, ანუ 29 ადგილს და იმას, რომ მხოლოდ ერთი ადგილით ჩამორჩებით ჩეხეთს. იცით რა, საერთოდ არც ერთ რეიტინგს არ უნდა შევხედოთ სერიოზულად რა, ეს არის სახალისო. ეცეთ ბავშვობიდან აქვს ხოლმე ბავშვებს ასე აი ვინ უფრო სწრაფად გაიქცევა, მერე სპორტის სახეობაში გადაიჯდება, ვინ უფრო რაღაცას გააკეთებს უფრო სწრაფად, ან უფრო ლამაზად. მაგრამ ყველაფერი არ არის შეჯიბრება, ხო ეკონომიკა არ არის შეჯიბრება. ეს შეჯიბრება ჩვენ მქონდა საბჭოთა კავშირის დროს და დავეციო და გავასწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაშინაც სულელე იყო და ეს რეიტინგები ძვირფასოვანი მაყურებლებო, იმიტომ არ არის სერიოზული, რომ ყველაფერი ეს დამოკიდებული არის გამოკითხვაზე და რა მეთოდოლოგიაც არის აღებული, ანუ რა კითხვებიც არის, ისეთივე პასუხები მოდის. ამიტომ არც ერთ რეიტინგს არ უნდა შევხედოთ რაღაც რეალური ინფორმაციის მომცემს. რეალური ინფორმაცია უნდა ვიყუროთ სტატისტიკას. ეხლა ბიზნესის წარმართვის თვალსაზრისით არსებობს რეალური სტატისტიკა ბატონო ლადო. კი, სანამ სტატისტიკას დაუბრუნდებით, მოდი თქვათ, აი ბიზნესის წარმართვის მიხედვით სოფლიოში მე-12 ვართ. დიახ. მაგრამ იგივე გლობალური კონკურენტუნარიანობის მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა სოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა, იქ ვართ 93. ნუ ახლა როგორ არის წარმოვიდგინოთ, იქ სადაც მე-12 ვარ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა იაღმაყოს. სადაც 93 ვარ, ეგ ოპოზიციამ უნდა დაარტყას ხელისუფლება. გასაგებია ეს პოლიტიკური პროცესია, მაგრამ თავისთავად არც ერთი ეს რეიტინგი არ არის სერიოზული. მარტივ რამეებს ვიტყვი, ახლა მაგალითად თურმე საქართველოს თუ ავიღებთ აი რეიტინგს გლობალური კონკურენტუნარიანობით, მაკროეკონომიკური სტაბილურობით ყოფილა სოფლიოში 130 ადგილზე. ახლა ოპოზიციურად განწყობილი კაცისთვის ეს კარგი მაჩვენებელს არის, რა 130-ია ქვეყანა. მეორე მხრივ ახლა სისულელია ვერ იქნება საქართველოს 130, მართალია ინფლაციაც აგვაქვს, მართალია ბიუჯეტში გარკვეული პრობლემებია, მაგრამ სოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანაა, ჩვენზე ბევრად თუ არის მდგომარეობაში, ამიტომ 130 ადგილზე ვერ იქნება. ან მახსოვს კორუფციის ინდექსით ჩვენ თურმე 2001 წელს გქონია იგივე მდგომარეობა, რაც იყო 2002 წელს.
სულ სხვანაირი კორუფცია ახლა, აბსოლუტურად ტრანსფორმირებულია, როგორ შეიძლება მაჩვენებელი ერთი და იგივეს ანუ არ უნდა ვენდოთ რეიტინგებს. რეიტინგებს არ უნდა ვენდოთ. კარგით, რას უნდა ვენდოთ? უნდა ვენდოთ რეალურად პირველ რიგში რა თქმა უნდა კონდეს ქვეყანას სტატისტიკა, როგორი შელამაზებულიც არ უნდა იყოს საქართველოს სტატისტიკა. სურათი ასეთია. დღეს მოსახლეობის ერთულზე მთლიანი შიგა პროდუქტი საქართველოში ბევრად ნაკლები იწარმოება ვიდრე აზერბაიჯანში და ნაკლები ვიდრე სომხეთში. არც ერთ ქვეყანაში მოხდარა რევოლუციები და არც ერთი ქვეყანა არ არის გამორჩეული რეფორმები. თუმცა აზერბაიჯანი ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ნედლეული. კი, სომხეთი. სომხეთს რა აქვს? ხო. ასე რომ სომხეთი არის ბევრად ჩვენზე უფრო მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ სატრანსპორტო დერეფანი მაინც ვართ, სომხეთის საერთოდ ჩიხშია. რითი ახსნით ამას? ასე რომ, იმიტომ რომ იცით რა შეა საქმე, სომხეთმა დაიწყო ზრუნა მაინც ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე. სომხურმა დიასპორამ ჩადო საკმაოდ დიდი ფული მრეწველობის განვითარებაში. ბუნებრივია რომ ეს ადრე თუ გვიან გარკვეულ შედეგებს იძლევა. რა თქმა უნდა, ახლა ნამდვილად შორს ვარ იქიდან რომ მოვახდინო სომხეთში არსებული მდგომარეობის იდეალიზაცია, ეს ნამდვილად ასე არ არის. რა შედარებაზეა უბრალოდ მაგრამ საუბარი. სწორედ აი ესეთი მაჩვენებლებით უფრო შეიძლება რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სტატისტიკით, რამდენიც არ უნდა ლამაზი სიტყვები ვთქვათ, რომ ცხოვრება საამური, ან პირიქით გავაკრიტიკოთ. ჩვენ ტელემოყურებელმა ხო უკეთესად იცის რა უჭირს და რა უკეთს. ხო უკეთესად იცის, უძვირდება მას ცხოვრება თუ არა. ანუ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთავრობას ჰქონდეს ასეთი განცდა. როგორი მდგომარეობაში არის მისი მოსახლეობა, რამდენად მოსახლეობა აღიქვამს წარმატებას ქვეყანაში. თუ მოსახლეობა ძალიან ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ ანუ რეიტინგები და ციფრები არის ცალკე და მოსახლეობა არის ცალკე. აი სწორედ ამაშია საქმე, ამის თქმა მინდა, რომ რეიტინგების სტატისტიკა ხშირად გვაქვს ცალკე და მოსახლეობის განცდა არის სულ სხვა. ამიტომ თავარი რითაც უნდა გამოდიოდეთ, ეს არის პირველ რიგში როგორი არის განწყობა და ახლა როგორ უნდა იყოს განწყობა? პრაქტიკულად სადაც არ გადახვდათ, ფასები მატულობს. ქვეყნის პრეზიდენტმა დეკემბრის თვეში თქვა, რომ 2011 წელი გამორჩეული იქნება ინფლაციით. სწორედ ამის შესახებ მინდა დამეკითხა, თქვენ დამასწარით. პრეზიდენტმა შეიძლება სწორი განცხადება გააკეთა, ანუ ობიექტურად შეაფასა სიტუაცია, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად აქვს უფლება პრეზიდენტს აკეთოს ასეთი განცხადებები, იმიტომ რომ ცნობილია, რომ ინფლაცია ძალიან ხშირად იწვევს სწორედ პანიკა. ანუ მოსალოდნელი ინფლაცია იწვევს რეალური ინფლაციას. საერთოდ პოლიტიკოსები ყოველთვის უნდა უფრთხოდნენ ასეთ განცხადებებს, რადგანაც პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული ასეთი განცხადება საკმაოდ რეზონანსული არის და თუ პრეზიდენტი აცხადებს ამას, რა თქმა უნდა, მას შესაბამისი რეზონანსი აქვს უარყოფითი. თუმცა აქვე გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტმა მთავრობას მისცა ორკვირიანი ვადა, რომ მას დაედო ანტიინფლაციური პროგრამა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ვერანაირი პროგრამა ვერ დაიდებოდა, იმიტომ რომ მთავრობას მე არ გვინძახი კონკრეტულად ამ შემადგენლობას ვარდების რევოლუციის ძირთ მოსულ მთავრობებს 7 წლის განმავლობაში პროგრამა არ დაუწერია და ახლა რაღა მერვე წელიწადის ბოლოს დაიწყებდა მერვე წელიწადის დასაწყისში დაიწყებდა რაღაც წერას. ეს გამორიცხულია. მაგრამ იმავდროულად ეს ორი კვირიანი ვადა გავიდა და პასუხი არც არავის არ მოეთხოვა. ერთადერთი რაც გაკეთა პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ასეთი განცხადება, რომ აი ამ მძიმე მდგომარეობის გამო, იმის გამო რომ ფასები მატულობს, იმის გამო რომ ზამთარია და მდგომარეობა მოსახლეობის მძიმეა, 20 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდესო თითოეულ ოჯახს. თუმცა ეს არანაირად არ ჭრის ინფლაციის პრობლემას. პირიქით, არა თუ არ ჭრის ინფლაციას ამძიმებს და ახლა შევსწრები ამძიმებს. და შემდეგ უკვე ვისაუბროთ თვითონ ინფლაციის რეალურ მიზეზებზე. კი ბატონო, ამძიმებს თუნდაც იმიტომ, რომ მარტივი რამეა. აი წარმოვიდგინოთ, ეს 20 ლარიანი ვაუჩერი ვარ დარიგებული იყო თითოეულ ჩვენთაგან ის 20 ლარი საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაეხადა. ახლა ბიუჯეტი გადაეხადა, ანუ 20 ლარიანი ვაუჩერი რა არის? დოკუმენტი იმის, რომ შენს ნაცვლად იხდის მთავრობა. ანუ ეს 20 ლარი ხო ჯიბეში დაგვეზოგა. საწავა ახლა ეს 20 ლარი ბანკში ანგარიზე? არა, რა თქმა უნდა, გაჭირებული ხალხი გაიტანს ისევ ბაზარზე, რომ დამატებითი სამოხმარებლო პროდუქცია იყიდოს. ანუ სამოხმარებლო პროდუქცია დარჩება იგივე და 20-25 მილიონი ლარით, ანუ რაზეც არის გატყვა მთავრობის მხრიდან, მეტი გავა ბაზარზე ამ საქონლის საკითხად. ანუ საქონლის მასა დარჩება იგივე, ფულის მასა გაიზრდება, იქნება ფასების მატება. ანუ ეს სულაც არ არის ანტიინფლაციური ღონისძიება. როგორ ახსნით თქვენ იმ მიზეზებს, რაც იწვევს დღეს ინფლაციას? ხო შორის პრეზიდენტმა იმავე გამოსვლაში ყველაფერი დაუკავშირა საერთაშორისო ტენდენციებს, თუმცა დღეისათვის მაგალითად მოვიყვან არა რეიტინგებს, არამედ რეალურ ციფრებს. ამერიკაში ინფლაციის მაჩვენებელი არის 1.10%. აზერბაიჯანში არის 4.7%, ისევ და ისევ სომხეთში არის 6%, ხოლო საქართველოში არის 10%-ზე მეტი. ანუ მე მოვიყვანე სრულიად განსხვავებული ქვეყნების მაგალითები.
და სრულიად განსხვავებული სპეციფიკის ქვეყნების. რითი ახსნით საქართველოში ინფლაციურ პროცესებს? მართლაც ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ტენდენციებია? იცით რა, არც როდესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ჯამრთელი ინფლაცია, ანუ მაქსიმუმ 4%, ცნობილია რომ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ასატანი იქნებოდა სადღაც 6%-ამდე ინფლაცია. ცნობილია, საერთოდ ასე არის, რომ 2%-იანი ინფლაცია ითვლება ზომიერ ინფლაციად, ეს ყველაზე მისაღებია განვითარებული ქვეყნებისთვის, ხოლო ჩვენერი ქვეყნებისთვის ეს პარამეტრი შეფასებულია 6%-ად. რეალურად ჩვენთან თითქმის ორჯერ მეტია, იმიტომ რომ წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა 11.2%. ანუ ორნიშნა ინფლაციაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი, უბრალოდ სტატისტიკის ეროვნული სააგენტო იმდენად კოჩეკრეჭილია დაფინანსებით თვალსაზრისით რესურსების, ახლა შენობაც გაუყიდეს საერთოდ, რასაც აუცილებლად მოყვება კიდევ კადრების შემცირება, იმიტომ რომ მცირე ფარგლზე ისინი ვერ დაეტევიან. ამიტომ ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი სხვა არგუმენტებთან ერთად, უფრო სერიოზულ არგუმენტებთან ერთად, რაც იწვევს გარკვეულ უნდობლობას ქართული სტატისტიკის მიმართ. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ თქვენ კითხვას. ანუ მიზეზებს, რა თქმა უნდა, არც იმის გარეშეა, რაც პრეზიდენტმა თქვა, იმიტომ რომ საკმარისია შევიდეთ სხვადასხვა საერთაშორისო ვებგვერდებზე და ვნახავთ ინფორმაციას, რომ სურსათზე ფასები მატულობს და ეს პროგნოზები არის საკმაოდ პესიმისტური. ჩვენი სამოხმარებლო კალათი კი ასე არის მოწყობილი, რომ ჩვენ სამოხმარებლო კალათში 80% არის იმპორტული საქონელი. ანუ იმპორტული საქონელი აპრიორი გაძვირებული შემოდის ქვეყანაში. ახლა ეს რას ნიშნავს? თუ ბაზარზე ეს საქონელი ამ ფასად არ გაიყიდება, ის იმპორტი შემცირდება, ან საერთოდ შეწყდება, ხო? მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეთი სამოხმარებლო საქონელია, რომლის ჩანაცვლება შეუძლებელია, ამიტომ ბაზარი იძულებულია, ანუ ხოლმე პური როგორც არ უნდა გაძვირდეს, ადამიანი პურს ხორცით ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ხორცი უფრო მეტად გაძვირდება. ამიტომ იძულებულია მაინც პური იყიდოს. ასევე არის ძალიან ბევრი ასეთი კვების პროდუქტები და მოხმარების სხვა საგნები. ამიტომ თუმცა მოყარებლები უბრალოდ ჩაგეკითხებით, იმპორტულ საქონელზე ბევრი სხვა ქვეყანა, ისევ იგივე სომხეთის მაგალითი მოვიყვანოთ, სადაც აგერ წავიკითხეთ ციფრით, ჩვენზე გაცილებით ნაკლებია ინფლაცია. რატომ? ნამდვილად ახლა სომხეთზე ვერანერ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ კუთხით. ანუ რატომ აისახება ეს ჩვენზე უფრო მწვავედ ვიდრე სხვა ქვეყნებში? რეალურად ჩვენი გვაქვს საკმაოდ უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი, ჩვენი როგორც გითხარით, სამოხმარებლო კალათაში 80% იმპორტული საქონელია, მაგრამ იმავდროულად ხაზი რასაა გასასმელი, რომ გარდა იმისა, რომ ეს აძვირებს ქვეყან ბაზარზე, აქ კიდევ მეორე მომენტია. საქართველოს შემოვიდა დიდი ოდენობით ფინანსური დახმარება. როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. თქვენ ეთერში არაერთხელ ვისაუბრია ამაზე 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, როცა საქართველოს გამოიყო 9.5 მილიარდი დოლარი. აი, ბოლო ნაწილები სულ უფრო და უფრო დიდი თანხები შემოდის ქვეყანაში, ეს თანხები გაგრძელდება სადღაც ამ წლის პირველი კვარტალის ჩათვლით. და ამ თანხების შემოდინებამ გამოიწვია ის, რომ შეამჩნევდით ალბათ სულ ყველა ძვირფას ტელემოყურებლებო, რომ წლის 2010 წლის მეორე ნახევრიდან ლარმა დაეწყო გამყარება. რატომ? იმიტომ რომ დიდი ოდენობით შემოსული უცხოური ვალუტის პირობებში ეროვნული ბანკი იძულებული იყო, რომ ნახტომისებური გამყარება რო არ მოხდარიყო ლარის, გარკვეული მასა უცხოური ვალუტის ეყიდა, ანუ გაეყიდა ლარი და ფულის მასაც გაიზარდა მიმოქცევაში. და რეალური სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ფულის მასა გაზრდილია. ხოლო ფულის მასა როცა იზრდება, ეს ბუნებრივია ინფლაციის გამომწვევია. ასეთი დახმარება, როგორც საქართველოს ჰქონდა, არც სხვა ქვეყანას არ მიუღია და საქართველოს მიიღო იმიტომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, როგორც მსხვერპლმა რუსეთის აგრესიისა. ასე რომ გარდა იმისა, რომ იმპორტული საქონელი შემოდის გაძვირებული, ეს ერთჯერადი ასეთი სერიოზული დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე გამყარებულია იმით, რომ ფულის მასა იზრდება, რაც საბოლოო ჯამში ინფლაციის ბატონო, რა შეეხება სამთავრობო ხარჯებს? იწვევს თუ არა სამთავრობო ხარჯებიც ინფლაციას, იმიტომ რომ ნებისმიერი პომპეზური პროექტი, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით თანხა იდება, ცნობილია, რომ თავის მხრივ არ ქმნის დოვლათს. ანუ ფული იდება პროექტებში, ავიღოთ თუნდაც საახალწლო ღონისძიებები, ავიღოთ თუნდაც ისეთი პროექტები, როგორც არის დიდი ქალაქების მშენებლობა, ანუ ბათუმის, სიღნაღი და ასე შემდეგ. დღეს მათ რეალურად დოვლათი არ მოაქვთ. მოდით ასე ვთქვა. ავიღოთ დიდი გრანდიოზული კონცერტები. დავაზუსტოთ. პირველ რიგში ბიუჯეტის ყველა ხარჯები არ არის იზოლირებული იმის გარდა, რომ არ ხელს არ უწყობდეს ინფლაციას. აგერ ვთქვით, რომ ვაუჩერების დარიგება წმინდა ინფლაციური პროექტია და სულაც არ არის ეს ანტიინფლაციური ღონისძიება. რაც შეეხება სხვა ხარჯებს, თვითონ ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში ნებისმიერი ასეთი გართობა დოვლათში შედის.
იმიტომ რომ მოსახლეობისთვის ეს ისეთივე დოვლათი არის, როგორც სხვა. მაგრამ აქ საუბარია უფრო კონკრეტულად, რომ ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორი არ ვითარდება. ანუ ის რასაც უშუალოდ ჩვენ უნდა მოვიხმარდეთ. სწორედ ამას გულისხმობ. იქნება ეს ტანსაცმელი, საჭმელი თუ წარმოება, როგორც ასეთი არ არის. ამიტომ ქვეყანაში რა თქმა უნდა არ არის ის ფუფუნება, რომ ჩვენ ვაფინანსებდეთ, ასეთ ზედმეტად ვაფინანსებდეთ სხვადასხვა გართობას. ანუ რამე დაკითხეთ, შესაძლებელია თუ არა ეს თანხები ასე დაიხარჯოს უფრო სასარგებლო პროექტებში, რომელიც უფრო მალე მოიტანს. რა თქმა უნდა, და უფრო მეც გეტყვით, იცით, ეს ერთი ხარჯებია და ცალკე გვა კიდევ უაზრო ხარჯები, ხო? ქაბრები შემოვიჭიროთო, გაჭირებული ქვეყანა ვარ და ამ დროს პარლამენტის მეორე შენობას ვაშენებ. თავრობის მეორე შენობას ვაშენებ. სწორედ ასეთ პროექტებზე. ხო, აი ესეთი პროექტები, რა თქმა უნდა, ეს არის პრაქტიკულად ისეთი მცირე ზომის ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ორი დედაქალაქი უბრალოდ გაუგებარია, ფუფუნება. იმიტომ რომ თბილისიდან შეიძლება წარმატებით მანქანით დაფარო რამდენიმე საათში საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიხვიდე და უბრალოდ მეორე რეზიდენცია 2 საათნახევრის მონაკვეთის შემდეგ გააშენო. ასე მდიდრები ჩვენ არა ვართ ნამდვილად. რა თქმა უნდა, ასეთი ხარჯები არანაირ რეალურ ეკონომიკას არ ემსახურება და სამწუხაროდ ესეც უარყოფითად აისახება ჩვენ მდგომარეობაზე, მაგრამ ასე უშუალოდ არ არის. ახლა აი წარმოვიდგინოთ, თვითონ როდესაც ხარჯები მიდის დავუშვათ გზების მშენებლობაზე. გზების გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. გრძელვადიან პერიოდში ამას აქვს რა თქმა უნდა დიდი ეკონომიკური ეფექტი, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ინფლაციური დანახარჯი. იმიტომ რომ მოკლევადიან პერიოდში ის გზა სანამ კეთდება, იმ გზა ეფექტს მოიტანს რამდენიმე წლის მერე რომ აშენდება და როდესაც ინტენსიურად იქნება გამოყენებული. სწორედ ასეთი პროექტების შემთხვევაში თქვენი აზრით მთავრობა სწორად არჩევს პრიორიტეტებს? იცით, მთავრობა თანაბარ მნიშვნელოვანია დაუშვათ თანხის დახარჯვა გზაზე და თანხის დახარჯვა ვთქვათ სასახლეზე ახალზე. აი ისევ გზაზე დაიხარჯოს ჯობია ვიდრე გასართობ ანუ პრიორიტეტები სწორად დაყენებულია. ისევ გზაზე დაიხარჯოს ვიდრე სასახლეზე და გასართობ ღონისძიებებზე ეს კიდევ უფრო უარესია, იმიტომ რომ გზა გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც დაგვრჩება და შეგვჩება და რაღაცნაირად ეკონომიკას გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს, მაგრამ მოკლევადიანში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციური. ბატონო, ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა, რომელიც ასევე მიმულია ინფლაციასთან, ეს არის ლარის კურსი. დღევანდელი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.79 ლარით განისაზღვრა. რითი შეგიძლიათ ახსნათ ლარის გაუფასურება? არსებობს რამდენიმე სხვადასხვა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით წლის ბოლოს კომპანიების უმეტესობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებებს ისტუმრებს და თანამშრომლების ხელფასებს გასცემს, რაც იწვევს ლარზე მოთხოვნის გაზრდას და შესაბამისად მის გამყარებას ახალი წლისკენ. ხოლო შემდეგ უკვე, ანუ უბრალოდ წლის ბოლოს, ახალი წლისკენ საპირისპირო ტენდენცია არის შენიშნული, ანუ ხალხი იწყებს უკვე ფულის დოლარში შენახვას. ეს არის ერთ-ერთი ვერსია. ეს არის მიზეზი დღეს ლარის კურსის გარდა კომპანიებისა, აქ თვითონ მოსახლეობაც ახალი წლისთვის ყველა ცდილობს რომ რაღაცა მცირედი ზომის სუფრა მაინც კონდეს, რაღაცა განსხვავებული მაინც იყოს ვიდრე ყოველდღურად მას არის და ყველა ადამიანი ცდილობს მცირედი დანაზოგი და დანაზოგი როგორც ასე კეთდება დოლარში ან ევროში მოახდინოს მისი გადახურდაება ლარში. ხოლო შემდეგ ზუსტად ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ეს სეზონურია, იმიტომ რომ ანუ ეს პროცესი სეზონურია დღესაც. ეს უფრო სეზონურია, რადგანაც როგორც გითხარით, ჯერჯერობით გრძელდება შემოსვლა თანხების და ეს გაგრძელდება პირველი კვარტლის ჩათვლით, ამიტომ უცხოური ვალუტის დიდი ოდენობა კვლავ შემოვა, რომელიც კვლავ შეუწყობს ხელს ლარის გამყარებას. მაგრამ წლის მეორე ნახევარში მოსალასეთი შემოსვლები უკვე აღარ არის მოსალოდნელი და ბუნებრივია წავა პირიქით ტენდენცია ლარის გაუფასურების. რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით ალბათ ნახევარი წლის წინ იყო კიდევ ლარის ვარნის ტენდენცია, თქვენ იყავით კიდეც ჩემი სტუმარი. იმ პერიოდში საკმაოდ მოიმატა ფასებმა, ანუ მოხდა ინფლაცია და ის ფასები აღარ შეცვლა შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი შეიცვალა. დღეს რას უნდა ვებოდოთ ამ თვალსაზრისით? ანუ რამდენად აისახება ინფლაციის პროცესზე ლარის კურსი? ინფლაციას პროცესს აქვს ერთი ასეთი, როცა ფასები იზრდება, სხვათა შორის ყველა მიმწოდებელი ცდილობს ადვილად შეეგუოს ფასების მომატებას. უბრალოდ თუ მიმწოდება მოთხოვნის თანაფარდობით მოთხოვნა არ არის, შეიძლება ვერ შეინარჩუნოს ის ფასი. ამიტომ, მაგრამ თუ შეინარჩუნა, მე როგორც არ უნდა კურსი დაეცეს, ის დამატებით მოგებას მიიღებს და ფასს არ დაწევს. ერთადერთი სტიმული, რაც მას აიძულებს, რომ ფასი დაწიოს, ეს არის კონკურენცია. ბაზარზე თავისუფლად შესვლა აგენტების, რომ იყოს კონკურენცია და არ იყოს ის შეზღუდული. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფასები შეიძლება რომ რაღაც დონით უკან წამოვიდეს. თუმცა ისეთივე დონით არ წამოვა უკან, როგორც გაიზარდა.
მაგრამ გაზდა ყოველთვის უფრო ასე ვთქვათ ადვილი მიღწევადია ვიდრე შემცირება, იმიტომ რომ ხო გეუბნები თუ კონკურენცია არ არის სათანადო დონეზე და საქართველოს ამ მხრივ აშკარად მოიკოჭლებს, ბუნებრივია რომ ასეთ ვითარებაში თუ შემდეგ გაცვლითი კურსის გამო მას დამატებითი იმპორტიორ დამატებითი მოგება დარჩება და ახლა რატოშინა შეამციროს ფასი თუ კონკურენცია არ არის და მისი საკონელი ბაზარზე იყიდება, გაიყიდება ჩვეულებრივ. ბატონო, ჩვენი საუბრის ბოლოს არც ისე ბევრი დრო გრჩება. ფაქტია, რომ ინფლაციური პროცესები გაგრძელდება, ასეა? რა თქმა უნდა. და რა თავარია ამ შემთხვევაში ზოგადად ეს ის შემთხვევა, როდესაც სრულად ვიზიარებ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის შეხედულებას ეკონომიკის ამოვლენასთან დაკავშირებით. მაგრამ როგორ დასრულდება ეს საქართველოსთვის? ანუ სადამდე შეიძლება ინფლაცია გაგრძელდეს და შესაძლოა თუ არა მართლაც როგორც პოლიტიკოსი ამას წინასწარმეტყველებს გამოიწვიოს ამან საბოლოოდ სოციალური ბუნტი? იცით რა, სოციალური ბუნტი ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ სოციალური ბუნტი სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, მაგრამ ბუნტი შეიძლება ნებისმიერ რამემ გამოიწვიოს. როცა ფონი მძიმდება სოციალური, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ანუ ნებისმიერი საბაბი შეიძლება მოხდეს და სულაც არ იყოს სოციალური თემა. და სადამდე მივა ეს ყველაფერი? მაგრამ პრობლემა როგორი გვაქვს ჩვენ? წარმოვიდგინოთ რა გველის, ხო? პირველი, ეს უცხოური დახმარებები, როგორც გითხარით, სერიოზული პაკეტი თავდება პირველ კვარტალში. ანუ ჩვენ სავალუტო ფონდმაც გამოყობილ დახმარება და წდება კვარტალიდან იქნება დახმარებები, ანუ გვექნება ჩვენ პროგრამა სავალუტო ფონდანაც, სოფლიო ბანკთანაც, თუმცა მთავრობამ თქვა სავალუტო ფონდი აღარ მჭირდებაო. მაგრამ ეს დახმარება იმდენი არ იქნება, რამდენიც აქამდე იყო მასშტაბის თვალსაზრისით, ამიტომ რეალურად პროცესი ლარის გაუფასურების გარდუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ. თავარი არის რომ ეროვნულ ბანკს აქვს ის ბერკეტები, რომ აქ არ იყოს ნახტომები და ეს ასე ვთქვათ, ისეთი წავიდეს, რომ ბიზნესისთვის და ადამიანებისთვის პროგნოზირებადი იყოს და ამიტომ არ გაიჭრიდოს, მაგრამ პერსპექტივა გვაქვს საკმაოდ რთული და გეტყვით ძალიან მარტივი. 2012 წელი საპარლამენტო არჩევნები. 2012 წელი პოპულიზმის წელი. 2013 წელი პოპულიზმის წელი. რატო პრესაპრეზიდენტო არჩევნები, ხო? ვინც არ უნდა იყოს ამ დროს ხელისუფლებაში და ჩვენ ვიცით ვინც არის, რეალურად ის ყოველ შეეცდება იყოს ძალიან კეთილი, მოიგოს ხალხის გული, ამიტომ ბევრი ხარჯები უნდა დახარჯოს ისეთი. და იქნება ამ ხარჯების საშუალება თქვენი აზრით 2012 იცით, აი რისი საშუალებაც იქნება იმას დახარჯავს სწორედ გულების მოსაგებად, ხმების მოსაპოვებლად და ეს ხელშეუწყობს ისეთ ინფლაციის დას. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის და მოდით მიულოცავთ ყველას დამდეგი ძველი ახალი წელი. მეც ულოცავ თქვენთან ერთად. ჩვენი სტუმარი იყო ლადო პაპავა, გილოცავთ დამდეგ ძველი ახალ წელს და ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალაც საძე ისევ შევხვდებით ერთმანეთს.